გილამშვიდობისა საქართველოს დღეს 5 სექტემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საბოტაჟის უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ლელოს ლიდერები რუსთავის ციხეს დღეს დატოვებენ. ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სულ ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძემ ციხე დატოვა. რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ელოდებიან ბადრი ჯაფარიძესაც. ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავა. ლელოს შეწყალება მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ციხე დატოვეს. ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე გამთავისუფლები ვარ. ძალაშია თუ არა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რა წერია პრეზიდენტის შეწყალების აქტში. რათა არავის დარჩეს, იმის თქმის საბაბიც კი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. სპეცოპერაციის დროს აყვანილი 30 პირი. ყველა ქურდულ სამყაროსთან კავშირში. დაწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსყობით ემუქრებოდნენ. ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ფული, კრიმინალურ გარჩევებში საზღვარგარეთიდან მონაწილე კანონიერი ქურდები. დავიდოვიცა, შენი ნაწლავები თუ გზაში არ ვახეტიო. რაფარული ჩანაწერები დევს საქმეში. ვაშინგტონი და ლონდონი. ბრიტანული ონლაინ ცენზურით უკმაყოფილო დონალდ ტრამპი. უცნაური რაღაცები ხდება. ისინი კონტროლს ახორციელებენ და ეს საკმაოდ მოულოდნელია. მე პრემიერ-მინისტრსაც ვესაუბრე. ამერიკის პრეზიდენტის ბრიტანელი მოკავშირე საკუთარ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეას ადარებს. ჩემთვის დიდად სასიხარულო არ არის, რომ ახლა აქ ამერიკაში ვზივარ და აღწერ იმ ავტორიტარულ მდგომარეობას, რომელშიც ჩავიძირეთ. ევროპაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ კონგრესშიც. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 5 სექტემბერია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ორი თვე და 2 კვირა საპატიმროში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ორივეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა ბიჭილი, თუმცა მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში დღეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი მივიდა. საღამოშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. 10 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე და მზადება 4 ოქტომბრისთვის, რომლისთვისაც პოლიტიკური სუბიექტები სხვადასხვაგვარად ემზადებიან. მართველი გუნდი ყველა ოლქში გამარჯვებას აანონსებს. ლელოს გეგმა დილით არჩევნების საღამოს აქცია.
დღეს 7 სექტემბერია, ეთერშია კურიერი პიესი. სანდრო კაჭახიძესთან და ავთო გვასალიასთან ერთად საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ვიწყებთ ახალ სეზონს, ჩვენს გუნდთან ერთად ვაჯამებთ კვირას და გიყვებით ყველაზე მნიშვნელოვანს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ახლა ის ორი გამარჯვება, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საქართველოს მოუტანეს. კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებებმა. ისტორიული გამარჯვება აქვთ ქართველ კალათბურთელებს, რომლებმაც ფრანგები 10 ქულიანი სხვაობით 80-70 დაამარცხეს და პირველად ისტორიაში ევრობასკეტის მეოთხედ ფინალში გავიდნენ.